ნარკოტიკებმა უამრავ ადამიანებს დაუნგრია ცხოვრება. ზოგმა მოახერხა, რომ დაენებებინა ამ სენისთვის თავი, ზოგმა ვერა. ზოგმა დაამარცხა და ზოგმა ვერა, მაგრამ ვინც დაამარცხა, მიხვდა, რომ დიდი შეცდომა დაუშვეს. შეცდომა და ამ შეცდომამ მათ ცხოვრება დააკარგინა. სხვა ცხოვრების წესზე გადაიყვანა ადამიანები. ზოგი მუსიკოსი იყო, ზოგი შემოქმედი, ზოგი სხვადასხვა სამსახურში და სხვადასხვა პროფესიებში მოღვაწე ადამიანი. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ამ ადამიანებს ერთმა ნარკოტიკმა დაუნგრია ცხოვრება. ცხოვრება, სადაც უნდა ეცხოვრათ. ცხოვრება, სადაც უნდა შეექმნათ საკუთარი თავი და უნდა შეექმნათ ის სივრცე, სადაც ბედნიერები იქნებოდნენ. ბევრმა ადამიანმა ამ სენს თავი დაანება და ერთ-ერთი ადამიანი, ვინც დაანება, არის ჩვენი გადაცემის სტუმარი. ჩვენ რა თქმა უნდა არ გამოვაჩენთ მის სახეს და მის ხმას, მაგრამ ჩვენ გკითხავთ მას, როგორ დაანება ამ სენს თავი და რა ხდება დღეს, რას აკეთებს და რას ურჩევს იმ ადამიანებს, ვინც ისევ მოიხმარენ ნარკოტიკებს. დღეს ჩვენი სტუმარია ეს ადამიანი, თქვენ უყურებთ საუბრებს. გამარჯობა. მიხარია რომ დღეს ხარ ჩვენი სტუმარი და გადაწყვიტე რომ გესაუბრა ამ თემაზე. ეს თემა საკმაოდ ბევრ ადამიანს აწუხებს და მეთანხმები და შენი საუბარი ამ ადამიანებისთვის იქნება ერთგვარი გზა და ხსნა, რომ მათაც დაანებონ თავი აი ამ მძიმე სენს და ნარკოტიკების მოხმარებას. პირობითად მოდი გიგის დაგიწახებ და მოგვიყევი შენ შესახებ. როგორი ცხოვრება გქონდა იქამდე, სანამ ნარკოტიკების მოხმარებას გადაწყვეტდი? როგორი ცხოვრება მქონდა? ალბათ ყველას ისე ცხოვრება მქონდა, როგორიც მე, რა თქმა უნდა. შევცვლიდი, მე უფრო ისეთი ცხოვრება მქონდა, როგორიც სხვებს არ ჰქონდათ. წყნარი, შვიდი, ბედნიერი, მაგრამ ყველაფერი, ასე ვთქვათ, ერთ ღამეში შეიცვალა. რა მოხდა ამ ხალხის ისეთ? დამეგუპაშვილი და მეც შევჯექი თავიდან სასმოს. ყველამ ვინც თავი დაანება სასმოს ნარკოტიკებს, იციან თუ რა არის ესენი. მაგრამ ვინც დღემდე ზის ნარკოტიკებზე და სასმელზე, ისინი ვერასოდეს ვერ მოხვდებიან თუ რა არის ეს. მოდი მოგვიყევი, როგორი ბავშვობა გქონდა და გქონდა, ანუ იფიქრებდი აი ამ შენი ბავშვობის დროს, რომ შენ ერთ დროს მოიხმარდი აი ამ მძიმე ნარკოტიკებს. მე უფრო დავარქმევდი ფსიქოტროპულ საშუალებებს. ხო. მახსოვს ერთხელ ერთ ფაქტს გავიხსენებ. მახსოვს ერთხელ ძალიან მძიმე საღამო მოიყო. ვიჩხუბე გოგონასთან. არ დავაკონკრეტებ მის ინტერესებიდან გამომდინარე, ვინ იყო და რის გამო ვიჩხუბე. მაგრამ როდესაც ეს კამათი ასე დავარქმევდი მოხდა, ალბათ ყველამ კარგად ვიცით რა არის ციკლადოლი და რა შედეგებს იწვევს მისი, ასე ვთქვათ, დიდი დოზით მოხმარება ადამიანებში. დავკარგე გონება, მაგრამ როგორც ხებმა მითხრეს, მიმგზავრია ავტობუსით 3 საათის განმავლობაში. სად ვიყავი, რატომ ვიყავი, არ ვიცოდი და ანუ კონცენტრაცია დავკარგე სრულიად, რეალობის შეგრძნება დავკარგე და დავკარგე დროის შეგრძნებაც კი. მაგრამ ვიცი, მახსოვს მხოლოდ ერთი, რომ მე ვიყავი თბილისის ზღვაზე. ერთი ეს მომენტი მახსოვს. ეხლა მოგიყვებით ყველაფერს სიმართლეს. რატომ გადაწყვიტე, რომ დავკავშირებდი და შენი ამბავი ჩვენი აუდიტორიისთვის გაგეზიარებინა, იმიტომ რომ
როდესაც დავგეგმეთ გადაცემა, გეგმავდით ამ გადაცემას, დიდი ხანია ვგეგმავთ ამ გადაცემას და გვინდოდა ჩაგვეწერა ესეთი ადამიანი და სამწუხაროდ ვერ ვიპოვეთ და რამდენიმე თვის წინ გავაკეთეთ განცხადება და შენ გინახავს ეს პოსტი და მე გადმოხედი ჩემს გვერდზე და მომწერე, აი მაინტერესებს რატომ გადაწყვიტე რომ შენი ისტორია, შენი ამბავი გაგეზიარებინა საზოგადოებისთვის, იმ საზოგადოებაში, სადაც შენ იცი როგორი სტერეოტიპები არსებობს, როგორი მიდგომა არის აი ამ საკითხებთან დაკავშირებით და ერთსაც გეტყვი, რომ ბევრი ვერ გაიგებს ამას სწორად, ხო? როგორც შენ ფიქრობ და შენ ყვები შენ ამბავს. აი რატომ გადაწყვიტე? მე ამ გადაცემის დასრულების გამოქვეყნების შემდეგ მე ვიცი რომ მოგლოვენ. იმიტომ რომ უნდა ისეთი ადამიანების დასახელება მომიწევს სიმწრის განუკვეთად. ისეთი ადამიანების დასახელება მომიწევს, რომლებიც არ მოცოცხლებენ. ადამიანი, ჩემთვის ადამიანი და პლუს განკაცებული უფალი. რომ განამარჯვე. ერთადერთი ვინც ბოლომდე ჩემს გვერდში იყო უფალი. მხოლოდ უფლის მწამს, სხვისი არავის. ყველა მოღალატეა. ყველა ზურგს გაქცევს. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ შენ ცხოვრება დაიწყე თავიდან, ცოტა პოზიტივის კეთილად წავიდეთ. რას გრძნობს ის ადამიანი, როცა ნარკოტიკებს გადააგდებს? არა მარტო ნარკოტიკებს, ახლა ნარკოტიკები პირობითად არა ხან შენი ყავი მასზე, მაგრამ არის აქ თამაში და ასე ვთქვათ, უამრავი თემა. რას გრძნობს ის ადამიანი, ვინც თავიდან იწყებს ცხოვრებას, როგორც შენ დაიწყე, აი ის შეგრძნებები მითხარი, როცა თქვი, რომ მე ვიწყებ თავიდან ჩემს ცხოვრებას. ალექსანდრე, ერთი თქმით, აი მოდი მე დავიწყებ. ან დავამთავრე, ეს არის ძალიან რთული. ისეთ რამ ხელოვნების გადატანა გიწევს საკუთარ თავთან. აზრზე ვერ მოყვა. ის დღე რომ გაიხსენე, რომ ნარკოტიკების გარეშე გათენდა. აი ასე ჟარგონით ვიტყვი, რომ ლომკა მქონდა 2 თვე. ლომკა დავამარცხე მაინც. და სიგარეტზე გადავედი. და ვფიქრობდი რა, ჩემ თავს ვეუბნებოდი, რომ აი ესაა წამალი, რამდენი სიგარეტს ვეწევი და ისე ვეწევი სიგარეტს, რომ საერთოდ ნარკოტიკი ესე ვფიქრობ, რომ ხანდახან მგონია, რომ ჩემს ცხოვრებაში აწყობს. რამდენი ხანი რაღაც ნარკოტიკებს არის? 9 წელი უკვე. თამაშის? თამაშის 1 წელი არის თქო. და საზოგადოებას ამას ვიტყვი, რომ აუცილებლად მოიკრიბონ ძალა, როგორც არ უნდა იყოს, მოიკრიბონ ძალა და აუცილებლად საკუთარ თავს შემოუძახონ ცოტა, რომ აღარ შეიძლება და მიენდონ უფალს რაც თავარია. ილოცონ ბევრი და გამიჯერე ალექსანდრე, რომ ისინი აუცილებლად გადარჩებიან და აუცილებლად დაანებებენ ამას თავს, იმიტომ რომ შეუძლებელი არაფერია. და ყველაზე მთავარი, არასოდეს დაიხიონ უკან ამას თქო საზოგადოებას. არასოდეს დაიხიონ უკან. ანუ ისაა შენი მეცი დღეს ჩვენი აუდიტორიისთვის. ხო, რომ რაც შეიძლება მიენდონ უფალს და საკუთარ თავს. ჯერ უფალი, შემდეგ საკუთარი თავი და არა პირიქით, ჯერ საკუთარი თავი მერე უფალი. მომიყავი დღეს როგორ ცხოვრობ? როგორ ცხოვრობ? ხედავ მარტო. უნებისგან, ქალაქისგან იზოლირებულად. შენახოთ არა ქალაქ გარეთ ხარ ჩემთან, მაგრამ არ დავაკონკრეტოთ სად. ქალაქში ცხოვრება მე აღარ მინდა. რატო? იმიტომ რომ მე რო ქალაქში ჩავიდა, ისევ დაიწყება ხელახლა კლუბები, ბარები, ნარკოტიკები, გართობა, ღამის ცხოვრება და ისევ ხელახლა არ გინდა შეტრიალდება ეს ყველაფერი. მივხვდი მე შენ. ავტომატურად შეტრიალდება ყველაფერი. მივხვდი შენ საუბარს, რომ ანუ არ გინდა იყო იქ, იმიტომ რომ აღარ მოგინდეიც აქ რომ ხარ, ამას შენ შეხება დიდად არ გაქვს, ვერ ხედავ და შესაბამისად აქედან გამომდინარე თავს ხარ ჯანსაღად. და ცხოვრობ ჯანსაღი ცხოვრების წესით. რა საქმეა რომ ამჟამად რომ გითხრა, მე აქ ბევრი ნაკეთობაც ვნახე, ესო ვნახე,
და ძალიან მომეწონა ეს ეზო. და დღეს მე ვარ დედა ხომ ჩემი ეს სახლში. არა. დღეს მე ვარ დედა და ჩემი. დედასთან ერთად ცხოვრობ. და ეს ინტერვიუ რომ მოგეცით მარტო ჩემი ნებით არა. დედა ჩემი. თავს მოგეცით. მასთან შეთანხმებით გავაკეთე. მაინტერესებს მართალია თავის დროზე დედა ჩემი მას მიმოტოვა, მაგრამ ის დღეს ჩემს გვერდით. მაინტერესებს მიხარია. მაინტერესებს ის გიგი რას ეთყო, ეს გიგი რას ეთყო და იმ გიგის და რა სხვაობა აი ამ ორ გიგის შორის, იმიტომ რომ პირობითად ორი გიგი ხართ. მაშინ ცხოვრობდი ცხოვრობდი და თავიდან დაიბადე და თავიდან დაიწყო ხომ ცხოვრება. აი რას ეთყოდი იმ გიგის დღეს და რა სხვაობაა თქვენ შორის? ვეტყოდი აი ასე, აი ამ სიტყვებით. თავი დამანები. შენი ადგილი ჩემს ცხოვრებაში არ არის. შემეშ. და წადი ჯოჯოხეთში, აი ამას ვეტყოდი. და ერთ კითხვას დაგის რომ კიდე და თავრობა ამ ჩვენი ინტერვიუს. რას ეთყო? ერთ კითხვას დავუსვამ და დავამთავრებ აი ამ ინტერვიუს. რას ეთყოდი იმ ადამიანებს, ვინც ამჟამად არის მდგომარეობაში, რა მდგომარეობაში შეგიყავი. რა მესიჯს გაუგზავნიდი ჩვენი აუდიტორიიდან, ჩვენი გადაცემის მეშვეობით? მეგობრებო, ჩემოსმებო და დებო, თქვენ შეგიძლიათ ის, რაც მე შევძენე. თქვენ ძალიან კარგად შეგიძლიათ ეს ყველაფერი. თუ მოინდომებთ, ნარკოტიკი თქვენზე ძლიერი არ არის. პირიქით, თქვენ ხართ მასზე ძლიერი. აუცილებლად დაანებებთ თავს. მიედეთ უფალს, იარეთ ეკლესიაში და აუცილებლად და თუ თქვენი თავი გიყვართ პირველ რიგში. დაანებებთ თავს ამ ძიმესენს და ერთხელ არ ერთი დღე ვერ მომკარში იქნებით, მეორე დღე, მესამე დღე, მაგრამ მოვა დრო და საერთოდ და გავიწყდებათ ის მდგომარეობა, რაშიც ახლა ხართ. მიხარია რომ გადადგე ეს რამბიჭი მომეწეს ინტერვიუ, იმიტომ რომ არ არის მარტივი საუბრო მსგავსი ტიპის თემებზე ჩვენ საზოგადოებაში და მოყვე შენი ამბავი. ბევრი გამოკრიტიკებული. მე გისურვებ წარმატებებს, მე გისურვებ იმას, რომ შენი ცხოვრება იყოს ბევრად უკეთესი, ბევრად მეტი ფერებით, ფერად ცხოვრებას გისურვებ და გისურვებ იმას, რომ აკეთო ის, რაც ვიდა შენ და იცხოვრო ისე, როგორც ფიქრობ შენ. ძალიან კარგი გარემო გაქვს, სიმწვანეა და ისვენებ კიდევაც ფიზიკურადაც მუშაობ რაღაც ნაკეთობებში. ამოთახში რასაც ხედავთ, თუნდაც აი ეს შეგაკეთებული. ამით გადამო ყველაფერი. აი ესეთი ძალიან მაგარი ნიჭები ქონია. გისურვებ წარმატებებს, მიხარია რომ იყავი ჩემი გადაცემის სტუმარი, მე კიდევ ჩვენ აუდიტორიას დავამშვიდობები. ესეთი იყო დღეს ჩვენი საუბრები, ვფიქრობ საკმაოდ საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. მე დავახმევდი ამ გადაცემას შენახსარებას საუბრებში, იმიტომ რომ ახსარება იყო, როცა ადამიანი ყვება მისი ცხოვრების ასეთი მძიმე ამბის შესახებ. ესეთი იყო საუბრები. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით პარასკევს საღამოს 10 საათზე, ტევიაზე, მთავარი თემებით და მთავარი საუბრებით. და მეტი მშვიდობას გისურვებთ. კარგად იყავით. მშვიდობას გისურვებთ. Jungle.